დღეს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ შეიძლება ამ თემაზე, განვიხილეთ და რაღაცებს ჩაუღრმავდით კიდევაც, მაგრამ აი ბოლოს ისევ დარბაზთანაც და თქვენთანაც ისევ შეკითხვა, რომ როგორი უნდა იყოს თქვენ წარმოსახვაში, აი კაი ბიჭი რო თქვა არ გამომივა რა, ანუ ის კარგი ტიპი რა. თქვენ გითხარით როგორი აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის რას თქვა. ადამიანი არ არის აუცილებელი რომ აი გინდა თუ არა ან მარტო კომპიუტერთან მიჯდეს და ხუთოსანი იყოს ან სუკუჭაში, უნდა გააჩნდეს ღირსების გრძნობა და აი ეს მორალური კოდექსი, რაც თვითონ შიგნით იქნება მატარებელი და თავის სიმართლის მატარებელი იქნება. აი ეს სიმართლე არის კაი ადამიანი, კაი კაცი, კაი ბიჭი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. Aki! 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 მიკი შენ ახარ? Თიკა გაგი არ არის? არ არის. სამსახურშია დილიდან, საღამოს იქნება. რამე ხომ არ გიჭირს? არა, ისეთი არაფერი. გუშ სახურავი ჩავა, მაგრამ მთელი სახლი მუხლებანის წყალშია. ყველაფერი დამისვა და ტელევიზორი, ლოგინი, ტანსაცმელი. არ ვიცი რა. არა, ამცალია. მოლაპარაკებაზე ვარ. 1 საათში დამირეკე. გისმენთ? დავით, ხოვით ვარ, ჩამოდი. თათბირზე ვარ. საქმე მაქვს რაღაც. ვერ ჩამოვალ, ხალხი მყავს. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. 1 საათში გამთავისუფლდები და გნახავ. დავით, 1 საათში უკვე ძალიან გვიან იქნება. სტუმრები არიან ჩამოსული სპეციალურად ბელგიიდან. დავით, საქმე სიკვდილის სიცოცხლეს ეხება. როგორ დავტოვო შუა მოლაპარაკება? 1 საათში წავლენ და ჩამოვალ რა. ახლავე უნდა ჩამოხვიდე. ეხლა ვერ ჩამოვალ. ჩამო, თორემ მე ამოვა. რა გინდა? თქვი ხალხი მელოდება. დავით, ბევრი ფიქრე და გადავწყვიტე. რა გადაწყვიტე? საქმე მინდა დავიწყო. ო, კაი, გაგეხუმრე, დასალევი მიყიდე რა. მოკვდები. ხო იცი რომ ავათახა. ეხა მოვდივარ ექიმიდან, ყველაფერი კარგად არის. ვინა ცნობა განახა. მანახე.
სახში დამჩენია. წყალი მომიტანეთ რა. მიკი ხშენი ექიმისგან მომდივარ. რამდენიმე საათი გადაგრჩა სიცოცხლე. თავში მანდალინის ხელაბუშტი გაგეზარდა, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება გასკდეს. ჩემი ძვირფასი სიდები როგორ არის? დაანებე რა დედაჩემს თავი. ასეც იმან გაგიკეთა. ეს რა არის? ეს შაცალპია შვეიცარიაში. ერთადერთი ადგილია, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება გიშვება. თვითმფრინავი 2 საათში მიფრინავს. მე ჩემთან ერთად მოვდივარ. არის ძვირფასო შენ ყველაფერი არის. გუშინ პატარა ბავშვი გავიტანე. ნასვამი მოვდიოდი, გარეთ ვნელოდა. ისე უოცრად შემომივარ და ვერ შევამჩნია. ხურბამლა პირდაპირ თავზე გადაუვარა. 6 წლის გოგონა იყო. მანქანაც იქვე დავაგდე და გავიქეცე. შემეშინდა. და წავიდე. ფული გააქვს რამე? ნუმერა. ის დუხია? ხო. ათხოვე და საღამოს მოწე. აი. ნახე რა მოგიტანა. რას კითხულობ? კარმენს. ესო წაკითხული. მე რა კიდევ ვკითხულობ, საინტერესოა. ადექი ჩაიცვი ამის კითხვა თვითმფრინავში გააგზავნე. საერთოდ შაცალპეში. შვეიცარიის კურორტი. ეხლავე? აბა როდის? ჩაი არ დავგიოთ? შაქარი არ გინდა, ხო? მიკი, შენავად ხარ.
ეს არაფრად არ ვარგა. აი შენ სულ დააბერდი და გამოყლებდი. მიკი, ამ ბოლო დროს ისეთი რაღაცები მოგაქვს. გონია სადმე ქუჩაში პოულობ. შენ ხელში შედევრი გიჭირებს. ეს არც რამის გამეორება, არც ძველი, არც ბანალური, არც უინტერესო. ეს არაფერი არ არის. ვისეუბნები მაგას? მე? რომელსაც 27 საერთაშორისო პრემია მაქვს მიღებული. ჩემ წინზე ჰოლივუდში 3 ფილმი გადაიღეს. თითო გვერდში $3000 მიხდიდი, დაგავისყდათ? მიკი, შენ გქონდა 1-2 ნამდვილი შედევრი, მაგრამ იმის მერე თითქოს დაკარგე რაღაც. აი აქ დაკარგე. მოკლედ ეხა შენი დრო არა მაქვს. პოლიცია მაზის კუდზე. კენიგზის აფეთქებას მაბრალებენ. ფული მჭირდება სასწრაფოდ. ფულს მოგცემ რამდენსაც გინდა. ოღონ ამაში არაფერს. წინასწარ მოგცემ ავანს. შენ ჩემს ნაწერს თვალითაც ვეღარ ნახავ. ამაში კი მე ნობელს ავიღებ. ანი მოიცა. რა შენ წახვედი იმის მერე ყველაფერი დაინგრა. მიკი ყველაფერი მორჩა. წამო გავიქცე ძველებურად ჩვენ ხიჟინაში. თავი დამანებ. ანი შენს მეტი აღარავინ აღარ დამჭა. მიკი, მე შენაერად არავინ არასოდეს არ მყარებია. დამთავრდა ყველაფერი. გაქრია ხედა. რას დაემსგავს უკვე ქუჩაში ბძინავს. ყველაფერი ქონდა. ფული, ოჯახი, დიდება. ყველაფერი შენ თვითონ დაანგრია. დავით, ეხა მჭირდება შენი დახმარება და მე ნახე ყველაფერი ძველებურად. ჩემგან საკმარისია. მე რამდენად. ბატონო. მოვდივარ. დავით, მარიკა მითხრა რამდენიმე დღეს აღარ დაგჩაო. მალე მოვკვდები. ხო და ყველა დაისვენებს. ჩემი სული აქ არის? აქ არის. რას გავს მე ეს? როდენის უნდა ცხოვრობდეს უცხო კაცთან? რა არის აისო მოთმინების ფიალა? ყველაფერს ხო თავისი საზღვარი აქვს. გამაჯვით ბარემ თავზე, ხალხი რას იტყვის? სად არის?
სინავს. სინავს არა? გავაღწევ. არა, რა უნდა გააღწევ, გამწოვე ჩემ სულთანობით. მარი ჩემო ძირფას, ცოტათ მოითმი. ყველაფერი ძველებურად იქნება. ჩემი საქმეები კარგად მიდის. ცოტათ მოითმი. ცოტათ მოითმინე და ინახე მოვალ მე ერთ დღეს და წაგიყო აქედან. ჩვენ კიდე სასამართლოში შევხვდებით. მიკი მოიცა რა? მიკი რა მოგდის? ხო, რას დავემსგავს. სულზეც დავეშვი. სუსტინების ყოლა მაქვს და ალბათ მაგით. მიკი მოვისმინე. შემიძლია ჩემ ფირმაში დაგაწყებინო მუშაობა. სამუშაო ბევრი არ გექნება, ხელფასსაც დაგინიშნავ კარგად. ცადე რა იქნებ გამოვიდეს რამე. როგორ არ მინდა ნამდვილ საქმეს მოვკიდო ხელი. ავიღალე სულ ამ ხეტიალით. ხალხში გამოვალ, კარგად ჩავიწვი. როდის დავიწყოთ? ხვალვე დილიდან. ეხავე გავიქცევი და ახალ პერანგს ვიყიდი. ერთი ნორმალური პერანგი აღარ შემჩა. მოიცა, ეხლა ფულ ჩამოგიტან და ახალი პიჯაკი წვიდე. კაკი! ტიკა, კიდე არ მოსულა? არა, მიკი, ჯერ არ მოსულა. დარეკა სამსახურში ვარ, საქმეები მაქვს და შემოგვიანდება. ყველაფერი სველი მაქვს. არ ვიცი როგორ გავაშრე. ხო, წვიმა წამოვიდეს, არ ვიცი რა მეშველი. მიკი შენ ხარ? რა შევი? არა, არაფერს. საქმე მაქვს. წაგიყვან სახში. არა, ველოდებ მალულ. დაი, როგორ ძინდა რა. დავაი.
გამოდის რამე? მიკი, იქნებ სხვა რამეს მოკიდო ხელი. წამოდი ახლა სახში წავიდეთ. ჩაი დავიდეთ და რამე მოვიფიქროთ. Aki! Get it down.